მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ჩვენ დღეს ისევ ჩვენი ტრადიციული გაშლა უნდა გავაკეთოთ, ხო? რა გელოდება თქვენ მომდევნო კვირის განმავლობაში? ვარიანტები ჩვენ აქ არა გვაქვს, ჩვენ მართლა უყურებთ სამ სფეროს, ანუ კარიერა, ფინანსები და ურთიერთობა. დღეს რა ვიცი, რამდენი დასთა მომამზადე თქვენთვის ნახოთ, ეხლა სიგნიფიკაცია იქნება აუცილებლად ჩადებული. შეიძლება სამივე რეზონირდება, შეიძლება რომელიმე სფერო რეზონირდება, usminet. ვნახოთ ეხლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა, სანამ მე აქ ვალაგებ, თქვენ მოამზადეთ ყავა, ჩაი, ვის რა გიყვართ. იყავით ჩემთან პროცესში, რომ თქვენი ენერგია აქ იყოს. ვნახოთ ეხლა ვნახოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ, რა ენერგიას, რომელი იქნება მნიშვნელოვანი და მთავარი ამ პერიოდში. Так, შემდეგ ნახოთ ჩვენ კარიერა. ანუ კარიერა შეიძლება ბიზნესი ვიღაცას, შეიძლება სწავლა, ნახოთ არო რას გვეტყვის ჩვენ. ჯერ ეს აქ იქნება როგორც სიგნიფიკატორი დადებული. სიგნიფიკატორში ვნახავ, ეხლა რა ხდება თქვენთან ეხლა, რა მდგომარეობა არის ეხლა. ეხლა რა მდგომარეობა გაქვთ და ვნახოთ, ესე იგი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? რა მითითებები ექნება მაღალი ძალებს სამყაროს ტაროს თქვენთვის. ვნახოთ. так, შემდეგი ფინანსური მდგომარეობა ჩვენ ვნახოთ ეხლა. ანუ ეხლა რა ხდება? რო თქვენ იცოდეთ, რო თქვენი გაშლა ფინანსებში ეხლა რა ხდება? რაღაცა უნდა რო გვითხრეს ტარო ჩვენ. და ვნახოთ, რისთვის უნდა იყოთ მზად. რისთვის უნდა იყოთ მზად. აქ ცოტა აქეთ ადგილი გქონდეს ჩვენ. რისთვის უნდა იყოთ მზად? так, შემდეგი ურთიერთობა, ხო. ანუ ურთიერთობა რა ხდება ეხლა თქვენთან? ეხლა რა ხდება? და ვნახოთ, რას გიგზავნით თქვენ სამყარო. რას გიგზავნით სამყარო, ვნახოთ. ურთიერთობაში ჩვენ ამ ბოლო დროს რაღაც სხვადასხვა ვიდეოები გვაქვს, ხო? ზოგი ახალისთვისაც კი ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა, ვინც ახალს ელოდება, ძველზეც. რა გელოდებათ, ნახოთ. всё, დავიწყებ. всё, ალელუია, გავხსნით. აბა ეხლა განწყობა თქვენი და დავიწყოთ. ვისთვის? ვისთვის? ნუ აქ, ой, ესე იგი ნახეთ, აქ ძალიან მაგარი ენერგია არის, ნახეთ. აქ იქნება გაშლა ადამიანისთვის, რომელიც გამოვიდა და გრძნობს თვითონ, რომ გამოვიდე ახალ ეტაპზე, ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე, გაიმარჯვე. ანუ შეიძლება თქვენ გამოიარეთ ძალიან რთული ტრანსფორმაცია იყო. კიდე აქ ნახეთ რა ხდება. ეს არის უკვე თქვენი ინტუიცია, ხო? საერთოდ ტაროში უნდა ჩართო თქვენი ინტუიცია, ხო? რომ გაიგოთ თქვენია თუ არა ეგ სიტუაცია, იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება ზოგისთვის შეიძლება, იმიტომ რომ აქ ბევრნი ხართ, ამიტომ ვიცით ჩვენ, ხო, საჯარო გაშლა არის. აქ არის როგორი მომენტი. ზოგისთვის იქნება, რომ აი ნამდვილად თავის ცხოვრებაში სიტყვაზე გაიარა ადამიანმა რაღაცა პროცესი, აი როგორც მაგალითი იყავით, თქვა სიტყვაზე 30 წელიწადი გათხოვილი, всё. მოხდა იქ რაღაცა, ან წავიდა პარტნიორი, თქვა გვარი, ან რაღაცა და всё, თქვენ ახლა სულ სხვა სიტუაციაში გადადიხართ, ანუ ეს უკვე გადაიტანეთ, ეს უკვე გადახარშეთ, მორჩა, გამოხვედეთ ამ რთული პერიოდიდან, დაიწყეთ ახალი ცხოვრება. ეს როგორც მაგალითს გეუბნებით.
რო წარმოიდგინოთ თქვენ, ანუ რამხელა მასშტაბური რაღაცა შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, რომ 30 წელიწადში რამდენი რამე სიტყვაზე იყო ადამიანის ცხოვრება. შეიძლება უბრალოდ თქვენ გაიარეთ რაღაცა რთული პერიოდი, რომელშიც თქვენ იზრდებოდეთ, ვითარდებოდეთ, მაგრამ თქვენ არ დანებდით, თქვენ გაიარეთ ეს კარმული გაკვეთილი, თან ძალიან ძლიერი და თქვენ ნამდვილად ეხლა უკვე ხართ გამარჯვებული რა და გახდეთ თქვენ, ანუ მე თვითონ ვიღებს ჩემს ხელში პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაში. აქ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვიღაცამ დაასრულა რამე სწავლების პროცესი, თქვათ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იყო ძალიან ტრანსფორმაციული თქვენთვის. აი სხვათა შორის ჩემი მოსწავლეებისთვის კი იქნება, იმიტომ რომ მე თქვენ მართლა აი ვიზეც მე გეუბნებით ხოლმე, აი ძალიან მაგარი მოსწავლეები გამოუშვი და კიდე ახლა ჯგუფი გამოდის მალე მე გირჩევ თქვენ რომ მოусმინეთ მაგათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძლიერები არიან და მართლა ძალიან კარგად კითხულობენ ტაროს, უძლიერესები მყავს, საერთოდ ჩემთან მოდიან, მხოლოდ ძალიან იჭერები, რა ვიცი, აი ასე გამემართლა. და აი ზუსტად ეხლა გამოდიან, იმიტომ რომ ჩვენთან ტრანსფორმაციული არის ჩვენი კურსი და სადაც ადამიანი ჯერ თავის ტრანსფორმაციებს გადის, თავის რაღაც სიტუაციებს ალაგებს და მერე უკვე ხდება ძალიან მაგარი ოსტატი. ნუ აი ესეთი რაღაცა შეიძლება თქვენ სფეროში სადღაც დაუშვოთ, აი გაიარეთ ასეთი მომენტები. აქ არ გამოვრიცხავ, ნუ შეიძლება ისედაც აი ცხოვრების რაღაცა მომენტი იყო, აი ცხოვრების პერიოდი გამოიარეთ ძალიან რთული და ეხლა უკვე თქვენ აი თითქოს თავიდან დაიბადეთ, როგორც ფენიქსი რა, თავიდან დავიბადე და სულ სხვანაირი გავხდე. ნუ ძალიან ისეთ საინტერესო სხვა სიგნიფიკაცია და იმიტომ უფრო მეტი მიმაქცია ყურადღება. ნახოთ ახლა ასეთი ადამიანისთვის, ხო, რა ამ კვირაში ახლა რა იქნება? რა ამ კვირაში რა იქნება? აი ნახეთ. რამხელა სიძლიერე პრინციპში აქ უფრო რას მაჩვენებენ, იცით, რომ თქვენ თითქოს აი ყველანაირად აი ამ კვირაში, ნუ შანსი არ არსებობს, რომ თქვენ ეხლა შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში რამე ისეთი, რასაც თქვენ გულს გადგენს. იმიტომ რომ აქ იმხელა ძალა უკვე თქვენ მიიღეთ და იმიტომ რომ აი ეს რო გამოიაროს ადამიანმა, ხო, აქ უნდა იყოს უკვე მართლა უდიდესი შინაგანი სიძლიერე. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არ მივცემ აღარავის უფლებას, რომ მე მატკინოს გული. და რატომ? იმიტომ რომ უკვე იმდენი მაგ გამოვლილი და იმდენი რამე მოვერია, რომ უკვე არ არსებობს რა. აქ თვითონ აი აქ როცა ხარ, აქ გონებრივადაც შენ ძალიან იცვლები. სხვანაირი მიდგომა, აი შეიძლება დაუშვოთ თქვენ ადრე ფიქრობდით, რომ აი ასე თქვათ, ეს არის საჭირო სიტყვაზე, ხო? ნუ როგორც მაგალითი სიტყვაზე რომ თუ და აი რა ვიცი ამ ქრივებს რატო კიდე დღეს ნუ რა ვიცი მომდის ალბათ ვიღაცის ეს არის ინფორმაცია. თუ დაუშვოთ მე და ნუ ქალი თუ დაქრივდება მთელი ცხოვრება უნდა იყოს უბედური, ხო, ეთყობა ახლა ერთი ისტორია იყო რომ ქალი იყო დაქრივებული 17 წელიწადი და მე მოუნდა ნუ გათხოვება, გაეცნო მისცა უფლება მართლა პატიოსთან 17 წელი არავინ არაფერი არ ყავდა და მე ეს ერთ-ერთი ისტორია და მე გადაწყვეტილება მიიღო რომ უნდა და თქვათ ოჯახის შექმნა რა მართლა არ ყოფილიყო და თავის შვილებს რო უთხრა არ მისცეს ძალიან ისეთი მხარდაჭერა, მაგრამ ამ ქალბატონმა მაინც თავისი თავი აირჩია უმძიმესი. აი ესეთი პერიოდი გამოიარა, იმიტომ რომ ეს არ იყო ადვილი, აირჩია თავისი თავი და გაიმარჯვა, იმიტომ ეს შვილებიც მე დაუბრუნდნენ. და უთხრეს რომ უბრალოდ ჩვენ შიში გქონდა რომ ჩვენ მიგვატოვებდე. ანუ ეს აი რომ მე მინდა ამ ისტორიით რომ თქვენი სიტუაცია რა თქმა უნდა განიხილოთ რა. და აი აქ უკვე ისეთი სირთულეები გავიარა რომ არ მივცემ უკვე არავის მე უფლებას რომ ვიღაცა მე გული მატკინოს, სხვანაირი უკვე მიდგომა და შეხედულება გაქვთ თქვენ სულ ყველაფერს. ნახოთ ახლა ჩვენ რო შეიძლება რა კარიერა რა ხდება ახლა თქვენთან? ნუ ახლა თქვენ ხართ აქ ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან გულშემატკივრობთ ხო ხალხს რა. ნუ სამსახური შეიძლება თქვენი არის რაზე დამოკიდებული? აი ადამიანებს ეხმარებით.
აქ ხა რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც და სხვათა შორის ისეთი მე ვეხმარები ადამიანებს უანგაროდ და არც ველოდები თქვათ რამე შეიძლება აღიარებას ან რაღაცას ხო აქ რა მინდა ყველაზე და გრამტომებია დღეს ანახმერთ ეხლა რა ხდება თქვენთან ხო ძალიან ბევრ ადამიანებს ეხმარება აი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებით რა და ანუ აქ მომდის რაღაც უანგარო დახმარება რა შეიძლება თქვენ ეხლა აქ ისე მუშაობდით რომ даже აი ზოგი შეიძლება უფასოდაც მუშაობდა ანუ ბევრ რაღაცას აკეთებდით ისეც რაზეც თქვენ შეიძლება ანაზღაურებასაც არ იღებდით მაგრამ პრინციპში ახლა მოვიდა დრო რომ მართლა უკვე ელოდებით ხო გეუბნეთ აქ даже შეიძლება სამსახური შეცვალეთ ან თქვენში რაღაცა შეიცვალა შეიძლება დაუშვათ ადრე ვაკეთებდით ბევრ რაღაცას და ასე ვარიგებდით შემცოდნას თქვათ ხო იქით აქეთ თქვათ მაგრამ აი ველოდებოდი თქვათ თუნდაც ახლა მადლობის თქმას მაგრამ დაუშვათ ვერ ვიღებდი ამას ანუ შეცვალეთ მიდგომა იმიტომ რომ კარგია ძალიან ხელმოქმედება მაგრამ ზოგჯერ უნდა ადამიანმა დაფიქრდეს რომ თუ მე მუშაობ რა თქმა უნდა მე მზად ვარ რომ დავეხმარო ადამიანებს ჩემი ცოდნით მაგრამ მაგ ჩემ ცოდნაზე რა თქმა უნდა იყოს ანაზღაურება ეს არის ნორმალური რითიც არ უნდა იყოს თქვენ დაკავებული ბოდიში და იატაკის წმენდასაც ცოდნა უნდა რომ იცოდეთ რომ ისე გაწმინდო რომ იყოს ეგა მართლა და ამიტომ მე მაგალითად ძალიან ვაფასებ საერთოდ ადამიანებს ვინც თავის შრომას მართლა აფასებს რა თუ არის და თუ გრძნობს რომ მე სპეციალისტი ვარ ისეთი რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს აი ძალიან კარგად და დარწმუნებული ვარ და პლუს კიდევ უკვე ყავთ თქვა კმაყოფილი ვიღაცა ადამიანები თქვენი ნაშრომით რატომაც არ უნდა იყოს აქ ანაზღაურება თქვენი შეიძლება იმაზე მაღალი ვიდრე თქვა სხვას აქ ეს არის ნორმალური აბსოლუტურად ნორმალური რა აი აქ რაღაცა ეთქობა შეცვალეთ თქვენ ზუსტად რომ არ იღებდით შეიძლება კიდე აქ იყო მომენტი რომ ძალიან გულთან მიქონდეთ ყველაფერი აბსოლუტურად ან მიგაქვთ ახლა აქ კიდე ერთი პროგრამას ვხედავ მე ადამიანს შეიძლება გქონდა როგორი მომენტი აი არის აი 12 ენერგიებისაც გაქვთ ხო იცით თქვენ რომ ახლა მე ბედის მატრიცასთან ერთად რომ მუშაობ ახლა ყოველთვის მე უკვე აი მაგაზეც ვაკეთებ აქცენტს ხოლმე რა როცა აი უმადურობა ეს არის მე-12 ენერგია როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს მაგრამ სამადლობელს არ იღებს იმდენს რამდენსაც მაგას სჭირდება აქ ეს ძალიან საინტერესო პროგრამა მაგას რა თქმა უნდა კონსულტაციაზე ვასწავლე რა უნდა გააკეთო რომ ეს დაამუშაო ნახოთ ახლა რა გელოდება თქვენ ამ კვირაში აი ეს ჩვენი მაგის ენერგია აგერ არის კი ბატონო კი აი ხედავთ ეხლა ეს ენერგია როგორ აი აქ даже აჩვენებენ რომ ნახეთ ეხლა თქვენ ხო ხართ აი ამაში ამ პროცესში გამოსვლის პროცესში და როცა ადამიანი თავს აღიარებს და აქ გეუბნებით აქ რაღაცა თქვენში ალბათ მოდის ის მომენტი რომ ყველანაირად სული თქვენ მიდგომას შეიძლება ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროებსაც იმიტომ რომ აქ ნახეთ სამსახური ყველა ვარიანტში აი აქ ვიღაცამ გადაწყვეტილება მოვიდა შეიძლება даже ნახეთ აქ როგორი მომენტი შეიძლება იყოს როცა დატოვე აი მაგალითებზე მასწავლებელი რო ვარ ხო ხედავთ მუდმივი მასწავლებელი მაგალითებზე მირჩევნია გითხრათ როცა სკოლის დირექტორი ვიყავი ვისწავლე ტარო და ეს იყო ძალიან როგორი მომენტი ხა მიდი ყველა გიცნობს როგორც სკოლის მასწავლებლად და ეხლა უნდა აღიარო თქვა რომ მე ვარ ტაროლოგი ხო ხა ტაროლოგი ეხლა მე ვამბობ მაგა ზოგიერთ ყო და მკითხავი გახდა ეს ხო ძალიან ისეთი პროცესია ხა როგორ გინდა რო თქვა ხო მაგრამ ეს ბევრს ემართება მაგრამ როცა შენში იხსნება რაღაცა ცოდნა და შენ უკვე თვითონაც გრძნობ რომ ეს შენი ცოდნა სხვებსაც ეხმარება ხო შენში მიდის აი ეს შენს თავს პირველ რიგში უნდა მოერიო პირველ რიგში შენს თავს და მე უკვე აღარ მისცე არავის უფლება რომ
რამენაირად შენზე იმოქმედოს. შეიძლება ასეთ პროცესში ხარ თქვენ ახლა. რომ არა აქ მე უბრალოდ მაგალითი გითხარით. შეიძლება თქვენ ვაფშე სხვა სფეროზე თქვათ იყავით ბუღალტერი და ახლა გინდათ მომღერალი გახდეთ. რატო ასეთ მაგალითს ვიყვან? იმიტომ რომ ეს რაღაცა აი სხვა ისეთი სხვა რომ აი შეიძლება ვერ წარმოგედგინათ რა. და აი აქ იმიტომ ამბობენ რომ всё, აი ეხლა უკვე თქვენ გადახვედით ამ ეტაპზე და ნამდვილად უკვე იზახეთ რაც მე ვისა ის მე სიამოვნებს და აქ მე მზად ვარ რომ ეს ჩემი ცოდნა გავცე, ხო? და ამიტომ არის აქ რომ თქვენთან რა თქმა უნდა წამოვლენ ადამიანები, ვისაც სჭირდება ეს თქვენი ცოდნა. გამიგეთ, აი ეს არის აქ. კიდე შეიძლება თქვენ ისეთი აი დაუშვოთ ახლა თუ არ წავიდნენ ეს ხალხი უკვე ამ გაშლიდან, შეიძლება ბიზნესში თქვენთან მოხდა ისეთი რეორგანიზაცია, რაღაცა ისეთი ცვლილებები, ხო? რომ აი ნამდვილად აქ даже ვიღაცამ შეიძლება ბიზნესი დახურა საერთოდ რა. და საერთოდ სხვა, ну, თავიდან დაიწყო. აქ წარმატება გექნებათ, აუცილებლად გექნებათ მაგარი წარმატება. პლუს კიდე შეიძლება თქვენ მიდგომა შეცვალეთ. აქ დაწინაურებაც შეიძლება იყოს, თქვა დაუშვოთ, რომ თქვენ ახლა ბევრი იბრძოლეთ იმისათვის, რომ თქვენი დაწინაურება მოხდეს და ნამდვილად აქ კმაყოფილი იქნებით თქვენ. ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ აქ აღიარება უეჭველი გექნებათ, აქ უეჭველი მოვლენ თქვენთან თუ თქვენ რამის სწავლას ასწავლეთ ვიღაცა სიტყვაზე, გაქვთ თქვენი სკოლა სიტყვაზე, ხო? მე ვიცი რომ ჩემთან აქ არიან გოგოები, ვისაც თავისი სასწავლებელი აქვთ რაღაც სხვადასხვა დარგში, აუცილებლად თქვენთან მოვლენ კლიენტებიც რა, ვისაც ღმერთო ჩემ მოსწავლეები, ვისაც ну კლიენტებიც ალბათ, ხო? ვისაც თქვენი ცოდნა სჭირდებათ, ვისაც უნდა რომ თქვენგან ისწავლონ და ეს თქვენ მოგცემს ძალიან აი даже შეიძლება თქვენ ახალ ეტაპზე გადაიხართ, მიხვდეთ? შეიძლება თქვენ თვითონ დაუშვათ აი სწავლას რაც ეხება, იმიტომ რომ მაგ არის ანუ ყოველთვის რაღაცა ეს პროცესი, რაღაცა ახალი, ხო? უნდა ვისწავლო, ხო? წარმატება. ანუ მე მინდა რომ ისეთი რაღაცა ვისწავლო, რომელიც შეცვლის ანუ საერთოდ ჩემს ცხოვრება, ახლა ვინც მატრიცას სწავლობს ჩემთან, ხო? დაუშვათ ახლა ეგ ისეთი ინსტრუმენტი იყოს საერთოდ რა. და უკვე მზად ვიქნები რომ ისეთი ვიყო თქვა სპეციალისტი რომ გავცე კარგი ცოდნა. ну აი ესეთი ინფორმაცია არის აქ. შემდეგი ფინანსები ვნახოთ ჩვენ. და აქ აი ფინანსები ნახეთ. მეუბნები всё ეს აიღე, აღარ გინდა. ეს აღარ გინდა უკვე მითხრას. აჰა. მეტი რა ვქნა ესა? აჰა, всё. შეხედეთ. ნახეთ რა მაგარი გაშლა. თუ რამე სირთულეები თქვენ გქონდათ ფინანსური, ხო, რაღაცა პრობლემები გაწუხებდეთ, ვერ ერეოდით, ხო, აქ აუცილებლად იქნება აი ამ კვირაში თქვენ ითქვით, ვაუ, ღმერთო, რა მაგარია. მოვერიე პრობლემებს. всё, აღარ შემოუშვებს ჩემ ცხოვრებაში არაფერს ცუდ. აქ სხვათა შორის ნახეთ, ხმალები, ეს არის ჩვენი გონება უფრო, ხო? ანუ თქვენ აი აქ ძლიერად ცვლით თქვენს მიდგომას. აი ნახეთ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა, ამის ტექნიკას მე აუცილებლად აი ვინც იყო ჩემთან ტრენინგზე საახალწლო სურვილებს რომ წერდით ჩვენ, აი სულ გავანახლებ ახლა მაგ ტრენინგს და ვიცი რომ ძალიან გიყვართ, იქ ბევრი საინტერესო ტექნიკები იყო, რაც კიდე ისეთი დავტოვებ, მაგრამ ახალ რაღაცებს მოგცემთ. იმიტომ რომ აი ზუსტად ამ მდგომარეობაში მიგიყვანთ, როცა გაქვს სიუხვე, ბედნიერება, აქ ვალების გასტუმრებაც, ვიღაცა შეიძლება გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ან ბანკი მოგცემს თქვენ დაუშვოთ სესხს, თუ თქვენ ბინა გინდათ იყიდოთ, ხო? ან დაუშვოთ რაღაცა ვალი, რომელიც უკვე თქვენ გაწუხებთ და დიდი ხანია, რაღაცა შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ თქვენ დახუროთ. შეიძლება ну აქ გეუბნებით ან ადამიანი ან რაღაც დაწესებულება ან ვიღაცან რაღაცა მოგცემს თქვენ დაგეხმარებათ თქვენ და ან შეიძლება თქვენ თვითონ ყველანაირად რაღაცას ისეც გააკეთეთ რომ აი აქ ну ასეთი სიტუაცია ჩვენ დიდი ხანი არ ქონდა როცა გვეუბნებიან რომ ადამიანის მისი სირთულეები აი თუ ფულთან დაკავშირებით თქვენ გქონდათ სირთულეები იცოდეთ რომ აქ უკვე თქვენ ნამდვილად
იქნებით ძალიან კარგად. აი როგორც გუშნერთმა ჩემმა მოსწავლემ გამახარა, ზუსტად ეს თემა რო თქვენ დაგიჯერეთო და გავაკეთე ყველაფერი როგორც მითხარით და მქონდა 5000 ლარი შემოსავალი, ნუ ეს უცხოეთში ცხოვრობს, ახლა ლარებზე გითხრა და დღეს მოვაწერე კონტრაქტს ხელი, რომელიც მექნება ანაზღაურება 20000 ლარი, ხო? ხო ხდებით რამხელა ნახტომი. იმიტომ მოგიყვანეთ ეს მაგალითი, იმიტომ რომ მართლა ეს ამას ნიშნავს, ადამიანმა შეცვალა, აი რაკაც ნახეთ, მიდის ადამიანი ცვლის თავის, ანუ ნეგატიურ ფიქრებს მე აღარ ვუშვებ ჩემთან. არანაირ ნეგატივს არ ვუშვებ, იმიტომ რომ აი მაღალი არკანი ამას ხურავს ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ფიქრობ, უფრო ძლიერი ვარ, უფრო სხვა და აი შენი ფიქრები გაძლევს შენ ამ სიძლიერეს, ნახეთ, ამ სიძლიერე ფიქრობ სხვანაირად. მივხვდით? და ამიტომ აქ ძალიან დიდი ცვლილება იქნება. თუ თქვენ ჯერ არ ახართ ამ ენერგიაში, ნუ ეხლა და გაინტერესებს როგორ მოხდეთ, აი აქედან აქ, აი როცა იქნება დაანონსებული დეკემბერში, მოდით და გასწავლეთ აი ძალიან მაგარი ტექნიკებს რა. იმიტომ რომ აქ თქვენ აი უნდა ნახოთ, რომ რაღაცა ვიღაცა ასრულებს თუ იპოთეკა ქონდა ვიღაცა თქვა ბოლო შესატანი გექნება თქვენ და ნამდვილად შეიტან და всё და იტყვით ვაიმე ეს ჩემი ბინა. ვიღაცესთან შეიძლება ისეთი სასწაული მოხდეს, რომ თქვენ ნამდვილად თქვათ ეხლა ვიღაცა მოვა და გეტყვის, აჰა, მიგიხდე ფულს და აი გჩუქნი თქვა ბინას. ნუ რატომაც არა, ეს ყველაფერი მთავარია, თქვენ უნდა დაიჯეროთ ეგა, დანარჩენი ყველაფერი მოხდება. კიდე შეიძლება თქვენ აქ სადმე დასასვენებლად თუ გინდა წასვლა, ხო? და თქვათ ახლა ფული სიტყვაზე, ნუ ზოგჯერ ეგაც ეს ტექნიკაც არის ერთ-ერთი, რომ თქვათ დასვენება მინდა, შეიძლება ფული არ მაქვს, მაგრამ მაინც მივიდება და ფული მოდის თავისით. ესაც ამაგრად მუშაობთ, მაგასაც გასწავლეთ. და აი აქ ეს უცბად რაღაცა სირთული, ნუ და ვიღაცა ან რაღაცა, ხო? თქვათ მოგცემს იმდენ ფულს, რომ თქვენ დაისვენებთ, კი რა, ძალიან მაგრად დაისვენებთ. ეგაც თქვა თუ ამისთვის გჭირდებათ ფული სიტყვა სადღაც აპირებთ წასვლას, ხო? მაგრამ ფიქრობთ, მოვერევი თუ არ მოვერევი. თუ თქვენ ძალიან ბევრი ვალდებულებები გაქვთ, ხო, აღებული თქვენს შეიძლება ოჯახზე, ხო, რაღაცა ვალები და რამე, ანუ აქ იქნება მოგეცემათ საშუალება თქვენ მაქსიმალური თქვენ აი ყველაფერს დაალაგებთ, ისე რომ აი როგორც საჭირო. მიხვდეთ, აი ძალიან მაგარი ენერგიები მოდის რა. კი ველაპარაკი იმაზე რა ხდება თქვენთან ახლა, მაგრამ უკვე მაჩვენ იგივე პრინციპში მიგავ გიждდები ცოტა ხანში. ამიტომ ეს და რო არ გამაგიჟებს, ბავშვი კაი. ანუ ეს ხო ახლა რა ხდება თქვენთან და მე უკვე ვთქვი როგორც სამომავლოდ, რადგან მე ეს ასე ვთქვი სამომავლოდ, ესე იგი ეს უკვე თქვენში ან ხდება, ან მართლა ეგრე იქნება, ხო? და ნახეთ რა მაგარი თემა არის, რომ აუცილებლად პრობლემები დასრულდება თქვენ ცხოვრებაში, ნახეთ, აი აქ ხო არის 10-იანი პენტაკლების, აქ უკვე ტუზი, ხო, გადმოვიდა აქეთ ენერგია. და სამყარო და შენი პრობლემები დასრულდება. აქ ვიღაცა მართლა შედის ძალიან მაგარ ნაკადში. იმიტომ რომ ან გონებრივად თქვენ რაღაცა მოერიეთ, ან მიდგომა გაქვთ სხვანაირი, ნუ გოშკების მერე ეს მართლა აი როცა ჩემი ცხოვრება იცვლება, ეს აი დამიჯერეთ, ეს მართლა ძალიან მაგარი რამეა, როცა შენ აი ამ ენერგიაში ხარ და როცა შენ ამას გამოივლი და როგორ იცვლება შენი აი ცხოვრება, როგორ საერთოდ აი თითქოს გავიწყდება რა ის რაც იყო მაქამდე რა. იმიტომ რომ იმედად სულ სხვანაირი ტემპი და სულ სხვა რაღაცები მე შემოდის შენ ცხოვრებაში. ეს ძალიან მაგარია და აქ გვეუბნებიან რომ აი ამ კვირაში დასრულდება რაღაცა მომენტი და შენი სურვილების ასრულება აუცილებლად აგისრულდება ყველაფერი რაც შენ ჩაიფიქრე და აქ უკვე ფული შემოვა სულ შენთან, სულ შეიცვლება, პერიოდი იცვლება შენ ცხოვრებაში და სულ სხვა ნაკადში შედიხარ. სამყარომ შეგისმინა შენ გაიარე ეს გაკვეთილი, სამყარომ შეგისმინა და აი ხა შენ ნახავ როგორ წამოვა შენთან ფული. აი და აი ნახავ აქ ნაკადში შედიხარ. აქ ნახეთ აქ ბოლო პერიოდი გაქვთ თქვენ. ეხლა პრობლემები თუ გაქვთ, ხო?
აი ეს არის ბოლო პერიოდი, აქ 10-იანი არის გვერთხების ბოლო პერიოდი შენი და შენ უკვე დგახარ აი ეს ზღვარზე, ასე რომ ვთქვა, შენი პრობლემების მორჩა, იმიტომ რომ შენ კი პასუხისმგებლობა შენზეა ოჯახზე და მის კმაყოფაზე, მაგრამ ეხლა მოგეცემა შენ საშუალება, იმიტომ რომ შენ აქ შეცვლი შენს მიდგომას, ხო, შენს საერთოდ სულ სხვანაირად იფიქრებ ეხლა, ხო? და ნახავ შენ როგორ წამოვა ფული. როგორ წამოვა შენსკენ ფული. აი ეს არის რაღაცა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევენ ჩვენ დღეს. კი, იმიტომ რომ ისწავლე. იმიტომ რომ ისწავლე და ამიტომ შენ ხარ აი ეს მთელი სიუხვე მოდის შენთან. ნუ ჩემო სიხარულებო, ვინც მუშაობდით თქვენს თავზე, ეხლა გასაკვირი არაფერი არ არის აბსოლუტურად რა. პლუს კიდე აქ ვინც აირჩია, ნახეთ, ყოველთვის მაგას ვამბობ. ადამიანი, რომელიც ირჩევს თავის პირად დანიშნულებას, ადამიანი, როცა ირჩევს თავის თავს, რას ნიშნავს? მე ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა. იმიტომ რომ ჩემი სული მეძახის, მე აღარ ვარ აყოლილი თქვათ, ეხლა საზოგადოებრივ აზრს. შეიძლება ეხლა იცით რა არის, ვიღაცას არ მოსწონს. მე არ ვიძახე ეხლა რომ შენ ეხლა ომისად ეხლა გინდა და ვიღაცას არ მოსწონს და მაინც ვაკეთებ და მაგარი ვარ, ხო? თუნდაც ეგეთებიც ხდება, მაგრამ ჩვენ ამაგაზე არ აგვაქვს ლაპარაკი, ხო? ჩვენ ლაპარაკობთ სხვა რამეზე. იმაზე რომ თქვენ დაუშვათ რაღაცა გინდოდა, თქვენ გულით, სულით, თქვენ გრძნობდით იმას, რომ მე ეს მომწონს, მე ეს მიზიდავს, უბრალოდ არის მომენტი, რომ თქვათ ჩვენი შიში რაში მდებარეობს ყოველთვის, რომ ჩვენ ასე ვართ აწყობილი, მე თუ რამეს გავაკეთებ, თქვათ აი ესე იგი რა ანაზღაურება მექნება, ხო? აი ეს არის ჩვენი მინუსი. იმიტომ რომ ეს კი უნდა იყოს, მაგრამ იმისათვის რომ შენ მიიღო სამყაროდან, ხო? შენ ჯერ თვითონ უნდა მიიღო ეს შესაძლებლობა, ხო? უნდა იყო მადლიერი, უნდა იყო, ანუ არ თქვა მაგ შესაძლებლობაზე, იმიტომ რომ შენი სული ხარობს უკვე, ანუ ესე იგი მიაგენი შენს, როგორც იქნა ის უკვე ისე რა ქვია, იმდენს გიკაკუნებდა, რომ გითხრა, всё, მოდი რა, გავხსნა, დავიწყოთ რა. და შენ ეს შესაძლებლობა აიღე. და სამყაროს უკვე იმხელა სიხარული აქვს, რომ კი ბატონო რა, ღმერთო, ოღონდ რადგან შენ ისწავლე, ხო? მოგცემთ ყველაფერს აბსოლუტურად, იმ კლიენტებსაც მოგცემ, იმ სამსახურსაც მოგცემ, თანამდებობა, ყველაფერს მოგცემ, რადგან შენ მიაგენი იმას, რისთვისაც ხარ შენ მოსული, რადგან შენ მოერიე ამ თქვათ სხვის აზრებს თუნდაც რა. და შენ გულს უსმენ და შენ გულს მიყვები და შენ სულს მიყვები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მოგცემთ ამ სიძლიერეს და იმიტომ რომ შენ მართლა შეცვალე და შეცვალე მიდგომა აღარ უშვებ, არავის აღარ უშვებ, შენ აქ შენს გულში რომ ეს გული შენ დაუშვოთ ეხლა ვიღაცამ გადკინოს. აი ეს არის, აი ძალიან ძლიერი გაშლა დღეს, მე არ ვიცი, მე ველოდები თქვენს კომენტარებს, ვისთვის რეზონირდა, არ ვიცი, მე აი სულით გულით მინდა რომ ბევრმა ნახოს, იმიტომ რომ მართლა უძლიერეს თუ გინდათ, აი თუ გრძნობ რომ თქვენი მეგობარი ვინმე არის აი ესეთ მდგომარეობაში გაუზიაროთ. და всё, მოდით ნახოთ ურთიერთობაში რა ხდება, გამარჯობა ხმალების მეფო, როგორ ბრძანდები სიხარულო, ხმალების დედოფალი, ოკეი, ერთად ნახეთ როგორ გამოხვედეთ. აქ რა შემიძლია გითხრათ, აქ სიტუაციას უფრო მაჩვენებენ, როგორც იცით, არის ორი ადამიანი, რომელიც არიან ახლა რა პოზიციაში. შეიძლება აი აქ ნახეთ, თქვენს გონებაში ორივე ერთმანეთს ყავხართ, კი ბატონო, მაგრამ ერთიც ფიქრობს, მეორეც ფიქრობს, ხო? მაგრამ აქ არის როგორი ენერგია, იცით, აქ გოგოში რაღაცა ხდება ახალი. ეს გოგო ელოდებოდა შეიძლება განახლებას ამ ბიჭს, რო თქვათ, ეხლა რამე შეიცვლება, რამე სხვანაირად იქნება, სხვანაირად შეიცვლება, ხო, სიტუაცია, იმიტომ რომ ეს მაინც ისეთი ენერგიები, როცა ვიცი ჩვენ უკვე, ხო, რომ შეიძლება სიტუაცია არის, ანუ განკორწინება, ან თქვა დაშორებულები არიან, მაგრამ აქ რა მენტალურად ერთად ხართ თქვენ, მაგრამ გოგომ გაიარა ეს განულება და ბიჭს არა აქ, გოგომ ნახეთ აქ რამხელა რაღაცა გამოიარა, ხო? და ბიჭი მარტო უყურებს ამ გოგოს რა.
აი ეგეთი რაღაცის მომდის რა სიტუაცია რა, იმიტომ რომ შეიძლება არა სერიოზულად კი, ნუ აღიყვავს თქვათ ახლა ამ თავის მამაკაც. ენერგეტიკულად ერთნაირად ხართ, აქ გოგო ახლა რო გითხრათ ელოდება, იცით რა ფიქრობთ თქვენ ერთმანეთზე, ფიქრობთ სულ, მაგრამ აი ეს ну კი მენტალურს მაჩვენებენ თქვენსას ახლა მენტალურად კი ახლა შეიძლება ფიქრობთ იმაზე რომ თქვათ აქ დიდი ხანი შეიძლება არ გქონდათ თქვენ კონტაქტით შეიძლება აი აქ ნახეთ როგორი საინტერესო ამასაც უნდა რომ თქვენ მოგწეროს ხო თქვენს გინდათ რომ თქვენს ელოდებით მაგის ნახეთ როგორ კარგად ლამაზად დაწვენ კარტი ხო და დაინახავთ ანუ მე მინდა დავიწყო წერა მაგრამ არ ვიცი რა მივწერო და ეგოგო ზის და უყურებს აბა მომწერს თუ არა ხო ნახეთ როგორ საინტერესო დაწვა მაგრამ აქ არის სიტუაცია როცა პრინციპში ну აქ ხანძლივი ურთიერთობა აქ ადამიანებს ყველა ვარიანტში ხანძლივი მაგრამ აქ შეიძლება ну განულდა რაღაცა დასრულდა თუ რა ხდება პაუზა გრძელი პაუზა კი ბიჭმა აიღო გრძელი პაუზა ნაპადუმაც აქ შეიძლება როგორი მომენტი აქ მიდის რაღაც ძალიან დიდი ცვლილებები ეს ბიჭი სადღაც არის ან სამსახურში ან ზავის სახლში ну მშობლიური სახლი შეიძლება თქვათ რა ვიცი ისეც ოჯახი ყავს იქ არის მაგრამ იქ ბევრი რაღაცა აქვს საფიქრებელი შეიძლება ხო იქ ფიქრობს ეს ადამიანი ну ხო გეუბნებით აქ უფრო სიტუაცია როცა კი ერთმანეთთან ფიქრები დაგჭეთ მაგრამ აქ გოგო ბევრს მუშაობს თავის თავზე ბევრს ფიქრობს ურთიერთობაზე და გაანულა ანუ უკვე რაღაც ბევრი დრო გქონდა დაუტოვა ამ ბიჭმა ძალიან ბევრი დრო გოგოს იმისათვის რომ ეფიქრა ვაფშე მჭირდება თუ არა მე ეს ურთიერთობა მინდა თუ არა მე ეს ყველაფერი იმიტომ რომ თვითონ რაც უფრო მეტ დროს ვაძლევენ ჩვენ მაღალი ძალები ეს უფრო კარგია ჩვენ ხა კი პაუზები არ გიყვარდა რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში პაუზა იმისთვის ეძლევა რომ შენ უნდა დაფიქრდე საერთოდ ანუ ეს არის ეს ადამიანი ვისთანაც შენ გინდა რომ შენი ცხოვრება გააგრძელო მიხვდეთ აი ეს რაღაცა და კარგით ნახოთ ახლა აბა რა გელოდებათ მამა აჰა ну შეხედეთ აქ მე შემიძლია გითხრათ რომ ვიღაცა მართლა დაასრულებს ურთიერთობას იმიტომ რომ რაღაცა გარმული გაკვეთილი აქ ვიღაცას დასრულებული იმიტომაც ჩვენ ეს ნახეთ ეს ეთყობა რომ ვიღაცის სიტუაცია ვიღაცამ გამოიარა აი აქაც ნახეთ რამხელა განცდა ვიღაცამ გამოიარა დაასრულა თავი ეს ურთიერთობა და გაანულეს ანუ გაანულეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს რომ ესე იგი დაასრულეს რაღაცა პერიოდი ან დაასრულეს და ეს კონტრაქტი დასრულდა კონტრაქტი მიხვდით და მე ხო გეუბნებით რომ სულებს აქ კონტრაქტი და ამიტომ აქ უფრო так მოიცადეთ ეს დასტანინდა თუ რომელზე მუშაობ აქ ну სერიოზული არკანებია ჩემო სიხარულება რა ну კი ბატონო აქ არის როგორი სიტუაცია ნახეთ ეხლა იქნება ორი ვარიანტი აქ დააგწოთ აკეთავთ წევრო თქვენ დაინახოთ ხო ძალიან ულამაზესი ტარო აი რაღაც აი იმენა ვკაიბობ მაგაზე ძალიან მაგრამ მომწონს так ნახეთ ეხლა რა ხდება აქ იქნება სიტუაცია აქ დასრულდება შეიძლება ნახეთ კიდე მოდის ვარიანტი
აქ დასრულდება შეიძლება ეს თქვენი პაუზა. დასრულდება. მაგრამ ზოგისთვის დასრულდება იმით, რომ თქვენ დაუშვოთ გახვალთ ახალ ეტაპზე და ზოგისთვის საერთოდ ეს კონტრაქტი დასრულდება და ახალი ექნება, აქ ვიღაცა ახალ ეტაპზე გადახვალ და ვიღაცა გადავა, ვაფშე ახალი ურთიერთობაში წავა. ნუ ახალი პერიოდი. აჰა. ხო გეუბნებით, აქ მოხდება ახალი ეტაპზე გადადეხართ, შეიძლება ზოგისთვის მაგალითად უკვე აღარ გინდა თქვენ აღარ შეხედავთ უკვე ამ თქვენს პარტნიორს, ნუ აქ თუ ღალატი იყო, ან რაღაცა გოგოებო, ხო? ნუ ღალატი რა, ღალატი შეიძლება არც ან ადამიანმა თავის დროზე ვერ გააკეთა არჩევანი თქვენსკენ, გაიგეთ და ეს დარჩა მარტო და პრინციპში თქვენ ახლა გრძნობთ, რომ აქ სექსუალური ენერგიის გარდა არაფერი არ არის რა. ნუ დაუშვოთ თუ იყო სამკუთხედი, არ წამოვიდა ეს ადამიანი თქვენსკენ, შეიძლება даже აქ დაუშვოთ, ნუ მშობლიური ოჯახი თქვათ, იქ რაღაცა წესები შეიძლება თქვათ, ნუ მეუღებლობა თქვენი არ მიგიღეს თქვენ რატომღაც და დაუშვოთ იმ ადამიანმა მაინც არჩევანი გააკეთა მშობლებზე, სიტყვა, ნუ ოჯახში, თავის ნათესავების ოჯახზე, ხო? და ამიტომ ეს არის, აქ შეიძლება ინტერნეტი მიმოწერაც, ხო, ვიღაცას ახლა ურთიერთობა აქვს შორმანძილზე, ვიღაცას აქ შეიძლება ურთიერთობა საერთოდ უკონტაქტოც ზოგისთვის იქნება ეს. მაგრამ აქ ადამიანი ანუ სიცივეს აჩენს რა, რაღაც ისეთი მომენტი არის, არც თქვენ გინდათ გამოსვლა, აქ რაღაც მანიპულაციები ხდება, გაიგეთ რა ხდება? აი მანიპულაციები და ამიტომ აქ მაჩვენებენ, რომ შეიძლება აქ ადამიანის თქვათ გამოჩენა იყოს, მაგრამ აქ თქვენ თვითონ მიხვდებით რა იმას, რომ აი თითქოს ნუ ვერ აკეთებს ეს ადამიანი არჩევანს თქვენსკენ რა. თუ უნდა კი ბატონო, უნდა მარტო ნუ იგრძნობთ იმას, რომ ადამიანს მარტო თქვენი სექსუალური თემა უნდა. აი აქ ეგრე მომდეს რა. და აქ არის ეს იმპერატორიც მოდის. ახალი ხო გითხარით, აქ არის ახალი თემაც არის, რომ ვიღაცა გაიცნობს ახალ ადამიანს. შეიძლება სადმე დასასვენებლად წახვალთ, ხო? შეიძლება სადმე კაფეში წახვალთ, ან სადმე თქვათ ახლა ნუ არ ვიცი რა, წახვალთ სადღაც, ხო? და იქ გაიცნობთ თქვენ ახალ ადამიანს, მართლა. თან ის ადამიანი უკვე იმპერატორი არის, უკვე სხვა თემა, სხვა დონის ადამიანი არის რა. ხო, ამასთან ახლა ნუ უფრო შეიძლება ეს გამოჩნდება მოინდომებს თქვენთან ჩამოსვლას, ან და შეიძლება თქვენ დაუშვთ მიიღებთ მაგას და ეს იქნება მე რიტყვით რომ არა, არ მინდა. აქ თქვენ თითქოს მიხვდებით, იცით კიდე რას გეტყვით, ზოგისთვის იქნება როგორი მომენტი. არსებობენ ასე წოდებული ტრანზიტული პარტნიორები, რომელიც შეიძლება გამოჩნდებიან თქვათ დროებით იმისათვის, რომ თქვათ თქვენ დაგეხმარონ ნუ იმ პარტნიორის დავიწყებას, რომელთანაც თქვენ უნდა უკვე შეწყვიტოთ კონტრაქტი, მაგრამ თქვენ თვითონ ვერ ერევით, ხო? ანუ ეს როგორი არის, თქვათ, ადამიანი გაეცანეთ, დაიწყეთ ურთიერთობა, ნუ თქვათ, თუნდაც მიმოწერებით, რაღაცა იმ ადამიანისგან მიიღეთ იმდენი ყურადღება, სიტყვა, ან ესეთი ქცევები, რომელიც თქვათ, არ მიგიღიათ კაი ხანი, ან ვაფშე არ მიგიღიათ, ხო? და უკვე ისედაც უნდა გაგეშვათ აი ეს სიტუაცია, ხო, რომელიც არის თქვენ ცხოვრებაში, აი აქ, მაგრამ ვერ უშვებდეთ და ამის მეშვეობით ადვილად გაუშვებთ რა. იმიტომ რომ ზოგს ეს მარტოობის თემაც არის, რა, დაუშვოთ ახლა ამას რომ დავშორდე და მე რომ სულ მარტო დავრშიბე, ასე ისი თუ ასე მაინც რაღაცა სტატუსი მაქვს და ეს სისულელები რა ჩვენ. მაგრამ აქ შეიძლება ის მომენტი მოხდეს ზუსტად, რომ თქვენ მართლა ეგეთი ადამიანი შეხვდება და მართლა დაგეხმარებათ, რომ უფრო ადვილად იტყვით თქვენ, რომ აღარ მინდა შინაგან მისვლა მოსვლა, უკვე მე სტაბილურად ვარ ურთიერთობაში რა.
და ცოტა შორის ის ტექნიკები, რაც გითხარით, აი ამ სიტუაციაზეც კარგად იმუშავებს. აი ძალიან ეკოლოგიური თან არის ეს ტექნიკები. ეხლა ნახეთ. მაგრამ აქ იმპერატორს მაჩვენებენ. აქ მარტო ეხლა უბრალოდ მარტო რაინდი რო იყოს, კიდე ხო აქ იმპერატორს მაჩვენებენ. შეიძლება ვინმესთვის ეს შეხვედრა მართლა იყოს სერიოზული სამყაროსგან გამოგზავნილი ადამიანი, რომელთანაც უკვე შენ ახალ ეტაპს დაიწყებ. შენი ცხოვრების, გაიგეთ რა ხდება. ანუ თან დაგეხმარება თქვენ იმაში, რომ თქვენ ადვილად უთხრეთ ადამიანს, რომ კარგად იყავი, ხო? იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან სერიოზული, აქაც კოშკი, აქაც ხვდებით რა ენერგიებში ხართ თქვენ ახლა. რომ უნდა დავასრულო. უკვე ანუ ეს რა ქვია, უკვე ისეთი მომენტი არის რა, იმიტომ რომ ადამიანი ახლა გამოჩდება, მაგრამ უკვე პრინციპში აქ იმისთვის რომ უკვე რომ რაღაც უნდა გადავწყვიტოთ სიმართლე. თან აი აქაც ნახეთ, თითქოს ეს ბიჭი ნახეთ მიდის და გოგო ეუბნება, ნუ უსამართლობა არის აქ, ან სამართლიანობა პირიქით, მიხვდეთ. ნუ მიხვდეთ ხო თქვენ, აი კიდე 10-იანი თასების ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გექნებათ გოგოებო, ძალიან და ბიჭებო, ხო? ძალიან სასიამოვნო, რომელიც აი ამ თქვენ ასეთ ნერვიულობას და ყველაფერს აი ასე გადახურავს აქ ამ მზე. ძალიან გაგეხარდება და აქ იქნება ხანძლივი ურთიერთობა. ვიღაცასთან შემოვა ძალიან სასიამოვნო ხანძლივი ურთიერთობა. ისეთი, რომელიც მართლა თქვენ შეიძლება არც გქონდეთ. ნუ გაცნობა იქნება უეჭველი. აქ всё ჩემო ლამაზებო, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.